საჩხერეს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს 10 მაისს პერუში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე სამშობლოში გუშინ დაბრუნდა და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გულშემატკივრებმა შეხვედრა მოუწყვეს. გილოცავთ ყველას, რომ საჩხერეს დღეს ჰყავს ახალგაზრდა ოლიმპიელი ჩემპიონი. ულოცავ ლაშას 19 წლის ასაკში ამხელა მიღწევა ამხელა წარმატება და მე თანხმობით ძალიან დიდი შრომის შედეგია, ძალიან დიდი ბედნიერება. 105 წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა 190 კილოგრამი ატაცით 221 კი აკვრითაცია. სამი ოქროს მფლობელის კონკურენციას სომეხი და რუსი ძალოსნები უწევდნენ. 19 წლის ლაშა ტალახაძეს მშობლიო რაიონში საგანგებო დახვედრა მოუწყვეს. რა თქმა უნდა, ველოდი გამარჯვება, სადღაც წინასწარი შედეგები რაც დარბაზში ქონა გაკეთებული შეჯიბრის წასვლისას, წინასწარ მეტყველებდა იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით მან დაუბრუნებული ყავი შეჯიბრიდან. ესეც მოხდა, რა თქმა უნდა, რეზერვები დავამთავრე ჩემი შეჯიბრი უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ დამჭირდათ. რაც შეეხება სიხარულს, ძალიან გახარებული ვარ, ყველა ჩემი გულშემატკივრებას მინდა დიდი მადლობა მოუხადო, რადგან არის საქართველოს ჩამოსვლის შემდეგ უფრო ვიგრძენი ეს სიხარული თუ რაზეც ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებულ საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სპორტისა და კულტურის დამსახურებული მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები შეხვდნენ. საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ჩემპიონი სიმბოლური საჩუქრებით და მხურვალე ტაშით დააჯილდოვეს. ძალიან ბედნიერები ვართ, მთელი საჩხერე, მთელი საქართველოს საჩხერეს ჰყავს ახალი მსოფლიო ჩემპიონი. ეს იყო დაუვიწყარი დღე და მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ლაშა ტალახაძეს ამ ბედნიერებისათვის. 19 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს, მას უამრავი დიდი წარმატება ელოდება კიდევ წინ, უფრო და უფრო მეტი გამარჯვებები. მთელი საჩხერის, მთელი საქართველოს სახელით, ყველა სახელით მინდა ლაშას ამ დიდი ბედნიერებისათვის, დიდი გამარჯვებისათვის მადლობა უთხრა და მინდა ვუსურვო ესეთი დღეები გქონოდეს ბევრი. აქვე გაიმართა სიმფონიური კვარტეტის კონცერტი, რომელიც ქართველ ძალოსანს ეძღვნებოდა. ლაშა ტალახაძის მწვრთნელი საკუთარი მამაა, რომელიც საბჭოთა კავშირის ძალოსანთა ნაკრებში ირიცხებოდა. ემოციებს რაც შეეხება, მე ლაშას ამან შეჯიბრი წავიდა და ლაშამ დარბაზში 440 კილოგრამი გააკეთა და 440 კილოგრამი ეს უკვე მსოფლიო დიდების მსოფლიოს უტოლდება თითქმის და ყველანაირად მზად ვიყავით. რა თქმა უნდა, ახლა ამ შეჯიბრზე ლაშამ ცოტა დაბალი წონა აჩვენა, დაბალი შედეგი გააკეთა. ესე იგი 20 კილოთი ნაკლები გააკეთა თავის შედეგთან დაიმარს, მაგრამ რო დაჭირებოდა არც იქ არ იყო პრობლემა, ყველანაირად მქონდა, რომ ყველანაირ საშუალება მქონდა იმის, რომ ლაშა მაინც ვიცოდი ჩემპიონი გახდებოდა. ამბობს, რომ შვილის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და თავის მხრივ მსოფლიო ჩემპიონი ოლიმპიური ტრიუმფისთვის ემზადება.